მოგესალმებით მეგობრებო, ონლაინ გამოცემა ბათუმელები არის პირდაპირ ეთერში. მე ვარ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ჩართვაში თვალი ადევნოთ ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო ცვლილებას, აქციას, რომელსაც ბათუმელი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ასევე საზოგადოების წარმომადგენლებიც უერთდებიან. ჟურნალისტები დღეს შეიკრიბნენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდონ ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეაჩერონ ის ძალადობა და სისასტიკე, რომელსაც პოლიცია და შავნიღბიანი ადამიანები და ჯგუფებები ახორციელებენ ამ დღეების განმავლობაში მედიაზე, ჟურნალისტებზე, შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმა და ძალადობის წახალისება. ეს არის ძირითადი გზავნილი დღევანდელი აქციის. ჟურნალისტები ასევე მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები, მიეცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა. ვინც თვალს ადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ალბათ ნათლად ხედავთ, თუ როგორი სისასტიკით ეპყრობა ადამიანების გარკვეული დაჯგუფება, რომლებიც შავი ნიღბებით არიან, ასე რომ ვთქვათ, შემოსილი და განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე მედიას. ისინი ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში. გუშინ ალბათ ყველამ დაინახეთ ის შემაძრწუნებელი კადრები, როდესაც ტv1-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ შავნიღბიანები, სასტიკად გაუსწორდნენ ტv1-ის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს გიორგი შეწეროლს. ეს იყო, არ ვიცი, მართლაც სისასტიკით გამორჩეული კადრები. ფაქტობრივად, ასე რომ ვთქვათ, ძლივს გადარჩნენ ეს ადამიანები, დაღუპვას ესეთ მდგომარეობაში ჩააყენეს შავნიღბიანებმა მედიის წარმომადგენლები. და ჩვენ ვიცით, რომ ამ დღეებში ფაქტობრივად 10 დღეა, რაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისში დავხედავთ, როგორი სისასტიკით ექცევა არაფორმალური შავნიღბიანთა დაჯგუფება, ასე ეძახიან. პრინციპში, იმიტომ რომ არავინ არ იცის ვინ არიან ეს ადამიანები, მათ სახე დაფარული აქვთ შავი ნიღბებით და განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან ისინი, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც იცავენ ამ ქვეყნის თავისუფლებას და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს, ასევე მედიას, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რომლებიც ამ პროცესს აშუქებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპერატიულად მოგაწოდონ ინფორმაცია. ამ დღეების განმავლობაში მედია ომბუდსმენმა, ასევე სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა 80-მდე ხელშეშლის ფაქტი დააფიქსირეს, ჟურნალისტების ხელშეშლის ფაქტი, ფაქტობრივად 21 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 80-ზე მეტ შემთხვევაში შეუშალეს. მედიის წარმომადგენლების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები გამოირჩევიან აგრესიით. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც უსწორდებიან და მათ არაერთს დასჭირდა თქვათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ მაგალითად გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს და წაართვეს აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს არაერთხელ შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში ხელი. თქვენ ეხლა ბათუმელების ლაივში თვალს ადევნებთ იმ წარწერებს, რაც გამოიტანეს მოქალაქეებმა და ასევე მედიის წარმომადგენლებმა. ნუ გეშინიათ კამერის და მიკროფონის არ კლავს. ისინი აპროტესტებენ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე ძალადობას, დაუშვებლად მიიჩნევენ, რომ მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს ხელი შეუშალონ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც არის მედიის უპირველესი მოვალეობა.
ჩვენ შევეცდებით, რომ მოგასმენინოთ ჩვენი კოლეგების მოსაზრებაც, თუ რას ფიქრობენ ისინი იმ ძალადობასა და სისასტიკეზე, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ყველანი ხედავთ პირდაპირ ეთერში, ქუჩებში და ყველგან ფაქტობრივად. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ხართ, სულხან. ბათუმელების ლაივში ხართ და რო გვითხრათ, რა შეგიძლია გვითხრათ პრინციპში, რა შეიძლება, რა ვიცი, უთხრათ იმ უწყებას, რომელიც ფაქტობრივად ემორჩილება ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, ხო? როგორც ვიცით, ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და ის იყენებს მედიის და საზოგადოების წინააღმდეგ რაღაც მობილიზებულ ჯგუფებს, რომელთა არც სახელი ვიცით, არც სახეები ვიცით და ეს ადამიანები სასტიკად უსწორდებიან არა მარტო მოქალაქეებს, ვინც იცავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით დასდევენ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ყოველდღიურად რასაც ჩვენ ხედავთ ტელეეკრანებიდან, რთულია რაიმე სიტყვა მოიძებნო, რაც შეიძლება შეაფასო ეს მდგომარეობა. ფაქტობრივად ყოველგვარი ზღვარი წაშლილი არის და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ომშიც კი ხელშეუხებლები არიან, დღეს სხვა რეალობას ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. ყოველდღიურად შავრაზმელები სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან ჟურნალისტებს, ასახიჩრებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ რომ ვამხილოთ ისინი და მათი დანაშაულებრივი ქმედებები საჯაროდ გამოვიტანოთ, საზოგადოებას უჩვენოთ. ცხადია, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და მისი ასე ვთქვათ წარმომადგენლები, მიმდებარებული ჯგუფები ალბათ. დიახ, არაკონსტიტუციური პარლამენტი, მთავრობა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დირექტივას ასრულებენ და ჩვენ როგორც არასდროს მედია ყოველთვის იქნებით სოლიდარული, ერთიანი და ერთიანი ძალისხმევით ცხადია მოვითხოვთ გამოძიებას და კონკრეტულ ყველა შემთხვევაზე ვითხოვთ უმკაცრეს დასჯას იმ ადამიანების, იმ ჯალათების, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დირექტივას ასრულებენ. მადლობა, ბათუმელების ლაივში ხართ, რომელ მედიას წარმოადგენთ? თეო კუტკარაძე TV25. თეო, ჩვენ ფაქტობრივად ხედავთ, რომ კი ჟურნალისტების განცხადება არის და ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რეაგირება მოახდინონ და აღკვეთონ ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ფაქტებს, როდესაც აი პოლიციის თვალწინ გაუსწორდნენ პუბლიკის ჟურნალისტს და ასევე მაგალითად TV პირველის ჟურნალისტებს, ოპერატორებს, აი ფეხით შედგნენ ადამიანს პოლიციის თანდასწრებით და მათ არ ქონიათ რეაგირება. აი ამ ყველაფრის შემდეგ აქვს თუ არა აზრი მიუმართოთ ამ პოლიციას მაინც? აზრი ყოველთვის აქვს, ყველაფერს მე ასე ვფიქრობ, არ უნდა დავყაროთ ფარფლალი არც მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებასაც მურჩევ, რომ მედიას დაუდგენლივებდით, ვინაიდან მედია არის ის ძალა, რომელთანაც ბრძოლას აგებს ხელისუფლება აუცილებლად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს, დაიცვან მედიის წარმომადგენლები პატივისცემად და გავიმეორებ აი ამას. მიგეშინიეთ მიკროფონის და კამერების, არ კლავს პირიქით, ჩვენ მუშაობთ ხალხის ინფორმირებულობისათვის, დიდი ხანია გრძელდება მედიაზე თავდასხმა, მაგრამ გუშინ და ბოლო პერიოდში უკვე მართლაც ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. ხედავთ, რომ დაუშალობის სინდრომის ღეთი დღე იზრდება და ასე არ შეიძლება, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის ხელისუფლება, ეს არ არის ქვეყანა. და ხო, უბრალოდ საზოგადოებას, რომ მედიას დაუდგენ გვერდით და გააპროტესტონ, მაქსიმალურად ბევრი უნდა ვიყოთ ყოველ დღე აქციებზე და გააპროტესტონ მიმდინარე მოვლენებზე. მადლობა. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ? ხედავთ იმ სისასტიკეს, ხო, რაც ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა, ძალადობა, ცემა, რატომ ებრძვის ასე აფრთხებით, ასე რომ ვთქვათ, არსებული ხელისუფლება წოდებული რეჟიმი მედიას, როგორ ფიქრობ? ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ეშინია მედიის, ეშინია იმის, რასაც მედია აკეთებს და მედიაზე ის, რაც ჩვენ ნახეთ გუშინ და ის, რაც ნახეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის საშინელება. მედია არის ომშიც კი ხელშეუხებელი, თუმცა ქართულმა ოცნებამ ყოველგვარ ხმას გადააჭარბა და ის, რაც ქვეყანაში ხდება, არის სრული განუკითხაობა. მადლობა. განცხადებას აკეთებენ. მხოლოდ მედიის მხარდაჭერა, ჩვენ მხარს უჭერთ ჩვენს მომავალს, სრულიად ქვეყნის მომავალს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ამაში გადაჭარბებული არაფერია. ის, რომ მედია დღეს არის სამიზნე, ეს არ არის შემთხვევითი პატრიოტი ადამიანების გაფიცვის დაწყების პირველივე დღიდან
ცხადი იყო, რომ მედია იყო მიზანმიმართული სამიზნე და ამის მიზანს მხოლოდ მედიის დადუმებაში ვერ ვხედავ. თქვენ ხედავთ, როგორ სასტიკად ებხრობიან ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს. ხალხო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მხოლოდ კრიტიკული მედიის დადუმება კი არ არის მიზანი. ფიზიკურად განადგურების რისკის ქვეშ ვდგავართ, ისე როგორც ნებისმიერი მოქალაქე, რომელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას ჩვენ ვუყურებთ ყოველ დღე. ასე რომ პროვოკატორები იყვნენ და პროვოკატორმა თუნდაც ბოლო გუშინდელი შემთხვევა მაკაჩიხლაძის და მისი ოპერატორის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გავამართლოთ რაღაც ვიღაცის მიერ პროვოკაციის მოწყობით არ გამოდგება, ეს არის უსუსური არგუმენტი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარულები და უნდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ მედია არ არის ქვეყნის მტერი. პირველი დღეს ვინც იცავს ქვეყანას და ქვეყნის მომავალს, მართლაც არის მედია, არიან ჟურნალისტები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან საკუთარ პროფესიას. ხალხო, მედია რომ არ ყოფილიყო, ბევრი ძალადობის შესახებ ჩვენ ვერაფერს გავიგებდით. ასე რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით, კოლეგებო, ნებისმიერი მედია საშუალების წარმომადგენლებო, ყველას გვეხება და თუ ეხა ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ვერც პროვოკატორი, ვერც შავრაზმელი, ვერც პარტიული ინტერესის მქონე კერძო ერთეული ადამიანი თუ ჯგუფი ვერ მოახერხებს იმ დეზინფორმაციული პროპაგანდის ადამიანებამდე მიტანას, რომ თურმე ჩვენ ვიღაცის პარტიულ ინტერესს ვემსახურებით. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ მართალის სიტყვის გავრცელებას, იმ ობიექტური რეალობის თქვენამდე მოტანას, რაც ხდება არა მხოლოდ აქციებზე. ასე რომ ყველას ვალია ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ დაშავებული ჩვენი კოლეგების სახელები და გვარები. 50-ზე მეტი ოპერატორი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი დღეს საქართველოში არის დაშავებული შავი ნიღბების ქვეშ დამალული ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ ეს ადამიანები სამწუხაროდ ჩვენიანები არიან, ჩვენი ოჯახის წევრები არიან. ძალიან მრცხვენია ამის აღიარების და ისევ ჩვენ თუ არ ვეტყვით მათ, თუ არ მოვაფხიზლებთ მათ, თუ არ შევაგნებინებთ, რომ თითოეული ძალადობა საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ეს გაგრძელდება უსასრულოდ. მე დავიწყებ ახლა ჩვენი დაშავებული კოლეგების სახელების და გვარების კიდევ ერთხელ შეხსენებას და შემდეგ ჩემს კოლეგებს გადავცემ და ასე კიდევ ერთხელ სიმბოლურად ერთმანეთის სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ. გურამ როგავა, TV ფორმულა, იღბიანმა სპეცრაზოლმა პირდაპირ ეთერში მას თავში ჩაარტყა და ასისხლიანა და ძირს დააგდო. ალექსანდრე ქეშალაშვილი, პუბლიკა, დააკავეს სცემეს სახისა და თავის არეში წაართვეს სამუშაო აპარატურამ. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება, პირდაპირ ეთერში იღბიანებმა მუცელში ჩაარტყეს და ძირს დააგდეს. მარიამ ნიკურაძე, OS მედია სპეციალურად მიუშვირეს მას ჭავლი, ჩვენ ამას ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვხედავდით ხალხო. ციცაკის სპრეი, დაუზიანეს კამერა, რამდენჯერმე დააგდებინეს ტელეფონი. ნანუკა ქაჯაია, TV პირველი, წყლის ჭავლი მიუშვირეს მას პირდაპირი ჩართვის დროს. სია არის დიდი და ამიტომ მეგობრებს გადავცემ, რომ სიმბოლურად ყველა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. დავით ბიტიკაშვილი. დავით ბიტიკაშვილი, TV პირველის ოპერატორი. მოგესალმებით, ჩვენ უყურებთ ბათუმელების პირდაპირ ჩართვას. პირველის ოპერატორი. გიორგი ჩაჭირული, TV პირველის ოპერატორი. ეს უკვე მეორედ გაგდავს. ჟურნალისტებიც ჩვენ ცდილობენ ახლა ჩამოცვალონ იმ ჟურნალისტების და დაშავებული ოპერატორების სახელი და გვარი, რომლებსაც ამ დღეებში სასტიკად გაუსწორდა ქართული ოცნების შავრაზმელთა ბანდა, ასე რომ ვთქვათ. სახეში შეასხეს ციცაკის სპრეი. ნიკო კოკაია, TV პირველის ოპერატორი. სახეში შეასხეს
წიწაკის სპრეი. გივი ავალიანი ნეტგაზეთის სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ნათია ამირანაშვილი პუბლიკა გააგდებინეს ტელეფონი არ მისცეს მუშაობის საშუალება. გიორგი გოგუა პროექტის 64 პოლიციელებმა წააქციეს და წიხლები უტყეს. ირაკლი მანაგაძე ექსპრეს ნიუსი სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა. დავით ბეჟანიშვილი პირველი არხი. დავით ბეჟანიშვილი პირველი არხი. იულია კალაბანი რეპორტიორის სპეცრაზმელმა ხელი კრა და ფეხში ჩაარტყა. გიორგი კვიჟინაძე TV ფორმულა 24 ოქტომბერს წიწაკის სპრეი შეასხეს, 29 ოქტომბერს წიწაკის სპრეი შეასხეს, 30 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხატია სამხარაძე TV ფორმულა შეასხეს წიწაკის სპრეი. დეა მამისეიშვილი მთავარი არხი შეასხეს წიწაკის სპრეი. გიორგი გოგინაშვილი მთავარი არხი. ნინო სუფითიძე სტუდია მონიტორი. ნინო წვერავა სტუდია მონიტორი. მინდია გაბაძე პუბლიკა. ლიზა ლასარეიშვილი TV პირველი წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში. სანია დემიანენკო უკრაინელი ფოტოგრაფი. სპეცრაზმელები გაუსწორდნენ ფიზიკურად. თედო ქვაჩახია ოპერატორი. TV ფორმულა დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. სალომე ჩადუნელი რადიო თავისუფლება დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. მინდია გაბაძე პუბლიკა დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. გიორგი ბარამიძე ოპერატორი სტუდია მონიტორი პოლიციამ წიხლი ჩაარტყა. ბასტიმ გალობლიშვილი პუბლიკა მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი და დაარტყეს. აკა ზარქუა რეალ პოლიტიკა პოლიციელები წიხლები დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჩამონათვალი. ჩვენ შევეცდებით რომ სხვა ჟურნალისტების მოსაზრებებიც მოგასმენინოთ. თეონა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხარ და მინდა რომ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ იმ სისასტიკეზე, რომელსაც ამ დღეებში ვხედავთ ჩვენ მედიის წარმომადგენლები და საზოგადოება. რა არის ეს, რასთან გვაქვს საქმე? კამერაზე დაარტყეს და წააქციეს. ირაკლი გედენიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორებმა მაუწყებლის ინფორმაციის სავარაუდოდ ფეხი დაუზიანდა პიროტექნიკის სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ აღწერის მუშაობას. ბეკა ბერაძე რადიო თავისუფლების პროდიუსერი დააკავეს და ცემეს მუშაობის გამგეზე. ნიკოლოზ ფაბუკაშვილი ფოტოგრაფი დააკავეს აქციაზე. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვახსოვს ორი წელია დაახლოებით ლელა აი როგორ უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, დედის გინება, აი ეს ტიტუშკები ქართული ოცნების ირაკლი ბართავა ოპერატორი TV ფორმულა პოლიცია მობილიზებული ჯგუფები არიან პრინციპში მოდი ასე გავაკეთოთ ასე ვთქვა, იმიტომ რომ ეს ყველა არის ესეთ ქუჩური მენტალიტეტის ადამიანები გიორგი რომლებიც რეალურად არაფრით არ არიან დასაქმებულები და მათი მთავარი საქმე ჯოდის დაუძახეს ხელისუფალი ნებისმიერი ხვალვინმე მოვა გადაუხდის თანხას და რაღაცის სანაცვლოდ ამ შეიძლება თანხის სანაცვლოდ არ აკეთებს ამას ზად არიან ნებისმიერს გაუცებულива პოლიციის თვალინცემს ხო აი ოპერატორს შედგნენ ფეხები, ხო ეს შავნიღბიანები, უსასტიკესი კადრები იყო და მაშინ როცა ამ ყველაფერზე რეაგირებას არ ახდენს პოლიცია, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი, მაშინ რა რეალობას ვიღებთ ქვეყანაში? არაფერი აი გუშინ ზუსტად ამაზე საუბრობთ, რომ მართლა დღეს პოლიცია არ იცავს მოქალაქეებს, იცავს მედია. მედია საუბრობს, მედია ჩანს. მედია რომ არ იყოს, აი არ ვიცი უბრალოდ ქვეყანა რა მდგომარეობამდე იქნება, ზუსტად ამის გაქრობას ივანიშვილი ცდილობს მოსვლის დღიდან. მოსვლის ის ვერიტას. თავისუფალ ჟურნალისტს. თავისუფალ საზოგადოებას ზოგადად რატო ვიქჩევთ ჩვენ ევროპას? იმიტომ რომ თითოეული ადამიანი გვინდა განათლება,
მინდა ნორმალური ცხოვრება, მინდა რომ ჩვენი შვილები ლაღ თავისუფალ გარემოში გაიზარდონ. რატომ ვერ იტანს ასე ძალიან უფროსი თაობა? ნუ ნაწილი არ მინდა რომ ასე ყველაზე ვისაუბრო. რატომ? იმიტომ რომ ესეთი თაობა არ ვიცი რომ ჩვენ თვითონ მე თვითონ ჩვენი მოქალაქეებით ვარ ახლოვანებული. ადამიანები რომლებიც ყოველდღე ფიზიკური დაპირისპირების ქვეშ არის იციან რომ შეიძლება ცოცხალი ვერ მივიდნენ. არ იღლებიან, გამოდიან. ბოდიში მინდა ასევე უთხრა მოქალაქეებს რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ ბათუმიდან ეს ყველა ეთბაშად ავდგეთ და წავიდეთ და ჩვენი მხარდაჭერა მათ კი ყოველდღიურად ქუჩაში გავართ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა მინდა ვთქვა. მადლობა თეონა მესმის საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტები არიან აქ მინდა რომ მათაც ვკითხო როცა დაინახეთ ის სისასტიკე ხო რაც ხორციელდება მედიის წარმომადგენლების მიმართ ფაქტობრივად პოლიცია არ იცავს არც მედიას არც მოქალაქეებს რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე და რა შეგიძლიათ უთხრათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მინისტრს რომელიც უყურებს ამ ყველაფერს მაგრამ გაჩუმებულია რა ვიცი აქვს კი აზრი ასეთ პოლიციაზე მიმართვას თუ აქვს მიმართვას აზრი შინაგან საქმეთა მინისტრს იმ ძალოვანებს რომლებიც ამას ყველაფერს აკეთებენ მნიშვნელობა არ აქვს რობოკოპის ფორმაცია თუ სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული და მას ნიღაბი აფარია მე ვფიქრობ რომ ყველა ერთია სახელდაგვარები განსხვავდებიან მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი მიმართულებით არიან გამოსული და დაგეშერებული. პოლიციასთან შავნიღბიანების ფაქტობრივად ვერ განვასხვავებ, ვერ გავყოფ, ვერ მე მათ შორის ტოლობას ფაქტობრივად ერთი და იგივე, იმიტომ რომ კარგი, ეხლა ამბობენ მართველი პარტიის წარმომადგენლები, რომ ესენია ეს იყო პროვოკაცია, არ ვიცი, ვერ მიყვებიან ნარატივში, მაგრამ არიან პროვოკაცია მოწყდა აუცილებლად გამოვიდა. ფაქტობრივად იყო უმოქმედება, რეაგირებდა მიმართვაზე. მაგრამ ჩემთვის ლაკმუსის ფურცელია როგავას დაზიანება, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და გამოვიდა ის შინაგან საქმეთა პოლიციის სახელით გამოვიდა ადამიანი და ის ფაქტობრივად არის ბეწვზე გადაგვეცა. არ არის ტოლობის ნიშანი და ბეწვზე გადაგვეცა ფაქტობრივად მაკაჩევა აი რამდენიმე პლაკატი წავიკითხე ყველაზე მეტად მომეწონა მედია მტერი არ არის მტერი რუსეთია ეს გავითავისოთ რა უპირველესად გავითავისოთ და ჩვენი კამერები და ობიექტივები არის ესენი სიმართლეს აჩვენებენ და სიმართლეში თვალებს ჩახედვის უნდა არ შერწყდეს და არ უნდა შეეშინდეს ესე იგი გამოდის რომ ეშინია ობიექტივის ეშინია ჟურნალისტის რომელიც იმ მომენტში ასახავს მის მდგომარეობას. კი ბატონო, ფაქტობრივად TV პირველი ჟურნალისტებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც იღებდნენ ამ შავრაზმელებს, რომლებიც მისდევდნენ ევროკავშირის დროშიან მოქალაქეებს, ხო, მაქსის მონაწილეებს. კიდევ ერთი ფაქტორი იყო, მან და მინდა გაუსვა ხაზი, სულ რაღაც 15 წუთით ადრე ეთერში გავიდა მაკაჩიხლაძის ის რეპორტაჟი, რომელიცაც იყო მხილებული ფაქტობრივად შინაგან საქმეთა აი სპეცრაზმელების დამრბებების უფროსები და ბრძანების უშუალო შემსრულებლები. აი სწორედ ანუ ერთგვარი რევანშიც იყო და ყველაფერთან ერთად პლუს იმ ადამიანების დაცვა, როდესაც გადაწყვიტეს, რომლებსაც აქციაზე წასვლას უშლიდნენ ხალხო. თქვენ არ აშინებდნენ, რომ აქციაზე არ წასულიყო ის ადამიანები. და ესეც შეამჩნია მაკაჩიხლაძე. კი ბატონო, თქვენც რო გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება, რომ რა ხდება დღეს როგორ იქცევა არსებული ხელისუფლება, ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება და როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოთ იმ შავნიღბიანებს, იმ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც არც მოქალაქეებს ინდობენ და არც მედიას. შეუძლებელია ამ ყველაფრის გამართლება რაიმეთი. აქ არანაირად არ შეიძლება დაისვას, მაგრამ იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფერი მის გამართლება, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ. ეს არ ყოფილა მხოლოდ გუშინ და ეს დღეები ჩვენ ამ ძალადობას ვუყურებთ. ამის გამართლება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება და ყველა ჩვენთაგანმა, სადაც ვიქნებით, როგორადაც შეგვიძლია ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ შეწყდეს ეს ძალადობა არა მარტო ჟურნალისტებზე, მოქალაქეებზე, ნებისმიერ ადამიანზე, აქციის მონაწილეებზე, იმიტომ რომ ეს არის
სამარცხვინო ის რაც არის, ეს არის მარაზმი და ესე ლაჩურის აქციები. წარმოუდგენელია ის ყველაფერი ხდება. და აქ რაიმე პროვოკაციაზე საუბარი შეუძლებელია. რა პროვოკაციაზე ვსაუბრობ? როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებ ყველაფერი ამას და პოლიციელზე ის პროვოკაცია, რა პროვოკაციაზე შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში საუბარი? ქართული ოცნება ცდილობს რომ მიჩქმალოს ეს ძალადობა, ხო? ჟურნალისტები ამას პირდაპირ ეთერში აშუქებენ და ცდილობს რომ ამიტომ არიან ჟურნალისტები თავდასხმის ობიექტი, არა, რომ ვერ გაიგოს საზოგადოებამ, როგორი სისასტიკე შეუძლებელია ვერ გაიგოს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ყოველთვის წარმოუდგენელია, ვერ დაადუმებენ ვერავის. შეუძლებელია ეს ხმა არ მივიდეს და არ შეუძლებელია ამ ყველაფრის გაჩვენება და ამაზე ხმის არ ამოღება უკვე, რომ ის რაც ხდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მარაზმი და ძალადობა და ყველა ჩვენთაგანი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, არა მარტო ჟურნალისტი. წარმოუდგენელია ამას ყველაფერს უყურებდეს პირდაპირ ეთერში და არ კონდეს პროტესტის გრძნობა. კარგი, დიდი მადლობა. შეგიძლიათ ბათუმელების ეთერში ხართ და რომ გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება. რა არის? ეს ლაივი აქვს. უკაცრავად. ნაზიბროლო ბათუმელების ჩართვაში ხარ და რო გაგვიზიარო თქვენი მოსაზრება, რომ რა სახელი შეიძლება დაერქვას პრინციპში იმას, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, ხო? ხელისუფლება გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, პოლიცია ფაქტობრივად აღარაფერს აღარ აკეთებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მოქალაქეები იძულებული არიან თავი დაიცვან და ამის უფლებასაც არ აძლევს, ხო? არსებული ძალა, რომელსაც მიტაცებული აქვს ამ ქვეყნის ხელისუფლება, რა დაგვრჩა ჩვენ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს ჩვენი სიმართლის დასაცავად, ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. იცი რა, თუ მეთოდებზე ვისაუბრებთ, რა დაგვრჩა, ჩვენ ყოველთვის დაგვრჩა მხოლოდ სამართლებრივი გზები და მეთოდები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მედია არ ვიყენებთ არასდროს უსამართლო გზებს, ხო, თავის დაცვის. ხადია. რაც შეეხება პოლიციას, ხო, არ ვიცი, მე მაგალითად ამდენი ხანია ჟურნალისტიკაში ვარ და წარმოიდგინეთ, რომ არასდროს არ ქონია ისეთ ბედნიერი ხანა, რომ პოლიციელი სამართალდამცავი დანახვაზე ქონოდა სრული სიმშვიდის შეგრძნება, მუდმივად რომ დავინახავ და უფრო გამძავდა ახლა ეს ხსნება, პოლიციელს რო უყურებ და ფორმას რო უყურებ, უკვე საფრთხის შეგრძნება გვეწყება ადამიანებს სამწუხაროდ ამ რეალობამდე მივედი. კი, ხელისუფლება გასცდა კონსტიტუციიდან, ის იქცა მოძალადეთ, ის იქცა ქვეყნის ჯანსაღი ნაწილის განადგურების რაღაც აი ტონის მიმცემად და ორგანიზატორად და ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, ვიცით რომ არც ერთი ის მოძალადე პოლიციელი იქნება თუ ხელისუფლების მხარდამჭერი იქნება, რომლებმაც მანამდეც არაერთი ზეწოლა და ძალადობა განახორციელეს მედიის წარმომადგენლებზე დასჯილი არ არიან, ვადევნებით ჩვენ ამას თვალს პირდაპირ და ეს კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა ეს დამოკიდებულება და ნუ არ ვიცი, ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის, რომ ისევ და ისევ ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს უკვე წერენ მორიდებულად და ორაზროვნად რომ გმობენ ძალადობას და ემიჯნებიან ხმამაღა და მკაფიოდ გამოხატონ თავისი აზრი, იმიტომ რომ თუ ისინი ამ თავიანთას არ დააფიქსირებენ და იმ კომფორტის შენარჩუნებაზე იქნებიან კვლავ მოტივირებული, რომელიც აქვთ, ასეთ შემთხვევაში ეს ძალადობა მივა ყველასთან, აუცილებლად მივა, იმიტომ რომ ეს მოხდა რუსეთში და ეს მოხდება საქართველოში, ჩვენ ამ დღეს ვადგავართ უკვე. როგორ ფიქრობთ, ეს შავნიღბიანები დღეს იცავენ ფაქტობრივად რუსულ რეჟიმს საქართველოში? ასეთი განცდა გაქვთ თქვენ? ხო, აი ამას რა უნდა დავარქვათ, არ ვიცი. ჩვენ ვამბობთ რუსული რეჟიმი, რუსული ის იმიტომ კი არა, რომ ვიღაცები რუსულად ლაპარაკობენ. არამედ თავისი მეთოდი, თავისი შემადგენელი კომპონენტებით არის ის, რასაც რუსული ქვია, რაც განვითარდა რუსეთში 2012 წლის შემდეგ ბალოტნაიას პროტესტები ვიცით ჩვენ, ხო, როგორ მიმდინარეობდა იქ პროცესები, როგორ დაემხო და დაიხშო დემოკრატიული აზრის, სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება, აღარ არის იქ არასამთავრობო ორგანიზაცია, აღარ არის კრიტიკული მედია, აღარ არის ოპოზიცია, ან ციხეში არიან, ან დაიხოცნენ და ან გაასწრეს ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, აი ეს მეთოდები, ეს შემადგენელი კომპონენტები სახეზეა უკვე საქართველოში. კარგი, დიდი მადლობა. შევეცდებით რომ სხვა კოლეგების მოსაზრებაც მოგასმენინოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ და რომ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. ფაქტობრივად ხედავთ უსასტიკეს კადრებს ეს მთელი დღეების განმავლობაში. უსასტიკესად უსწორდებიან, პირდაპირ ცემენ, სახეში ურტყამენ, ფეხები დგებიან, ხო, ჟურნალისტებს, ოპერატორებს. რა არის ეს და როცა ვხედავთ რომ პოლიციას რეაქციაც კი არა აქვს ამ ძალადობაზე,
მაინც ღირს რომ მივმართოთ ამ უწყების მინისტრს, რომელიც გაჩუმებულია და საერთოდ არ რეაგირებს აი ამ ძალადობაზე. არ ვიცი, მე ერთადერთი რაც ვიცი, ეს არის რომ ეს არ დაწყებულა გუშინ იყო უბრალოდ კულმინაცია, როცა პირდაპირ ეთერში ვნახეთ უკვე არაფორმალური ბანდირებები, ხო, რომელიც ესხმის თავს და იქვე დგას პოლიცია. მე ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე და ასევე გავაზიარე ჩემს პირად გვერდზე, სადაც პირდაპირ ჩანს რომ პოლიცია არ რეაგირებს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ პრაქტიკულად ეს არ არის რაღაც ჯგუფი, რომლის შესახებ ინფორმაცია ჩემი აზრით არ აქვს. როგორ ფიქრობ, პოლიციას ბრძანება აქვს მიცემული, რომ რეაგირება არ მოახდინოს და ამით მისცე შესაძლებლობა ნიღბიანებს ითარეშონ დაუშვათ მოქალაქეებზე. ბრძანება არის ეს უსიტყვო დამორჩილება, გაგება თუ ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ერთია, მოდი ვილაპარაკოთ ფაქტებით, ხო? ჩვენ ვხედავთ თავდასხმას, ვხედავთ კადრებს, ვხედავთ პოლიციას, რომელიც არ რეაგირებს. თუმცა, ვიდრე გუშინდელ ფაქტს ვნახავთ, 2 დღის წინ ჩვენ პუბლიკა ჟურნალისტი ვნახეთ საზმაო უწყებლის წინ პუბლიკის, რომელიც ცემეს, ასევე პოლიცია იყო და იქვე იყო კადრებში და რეაგირება არ იყო. რაც იმაზე მიგვენიშნებს, რომ ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა, ხო? ეს არის ერთიანი სქემა. ამას გარდა გქონდა მანამდე 10 დღის განმავლობაში კადრები, სანამ ჯერ კიდევ პოლიციელები და სპეცრაზმელები პირდაპირ ჟურნალისტებზე ნადირობდნენ. უბრალოდ მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. ეს არ ეხება მარტო ჟურნალისტს, არა ჟურნალისტს. უბრალოდ ჟურნალისტებზე ჩვენ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ კიდევ დამატებით იცავს კანონი იმისგან, რომ ორმაგად არ იყოს ორმაგად იყოს საქმიანობაში ხელშეშლა არის სიცხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ რაც ვიღებთ? ჩვენ ვიღებთ 10 დღის განმავლობაში ადამიანების ცემას, შეფასებულს როგორც წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას და ეს არ არის ჩვენი შეფასება მარტო. ეს არის ფაქტები და ეს არის ასევე ომბუდსმენის შეფასებაც, ხო, რომელიც არც თუ ისე თამამია თავის შეფასებებში. ამიტომ უბრალოდ მე მგონია რომ ჩვენ გავედით კანონიერების ზღვარიდან და აუცილებელია რომ საზოგადოებას აუხსნათ, რომ ინსტიტუტები არ მუშაობს და ეს აუცილებელია რომ უკან დავბრუნდეთ. ბატონო, ნათია, ბათუმელების ლაივში ხარ, მინდა რომ თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ. გასულია ფაქტობრივად ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოოდან და ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც მოქალაქეები ვართ აბსოლუტურად დაუცველი ქვეყანაში, ჟურნალისტები მათ შორის და გამოდის რომ სისტემა მთლიანად ძალადობს საზოგადოების წევრებზეც და მათ შორის ჟურნალისტებზეც, რომლებიც ფაქტობრივად ერთადერთი დამცველი ძალაა დღეს და ყოველთვის ზოგადად საზოგადოებრივი ინტერესების, ხო? აი ამ ბერკეტის გამოცვლას ცდილობს დღეს არსებული რეჟიმი. როგორ ხედავთ, რა ვიცი, რაში ხედავთ გამოსავალს და ბრძოლის უნარიანობას? ერთად დგომაში. პირველი რაც ალბათ გჭირდება არის სოლიდარობა და ერთად დგომა და ხმის მიწოდენა და ხმის ხმამაღლა ამოღება. და არავის არ უნდა შეგვეშინდეს ამის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ყოველდღე უფრო უკეთეს შედეგებს და უკეთესად გაუმჯობესებულ ძალადობებს. ამას არ უჩანს ჯერ დასაზრული, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ჟურნალისტები ომშიც კი დაცულები არიან და სპეციალური კორიდორებიც კი აქვთ მათ, რომ რაღაცა ხელშეუხებელი იყო. ყველა ზღვარი ამ მხრივ მოშლილია და ის რაც გუშინ ვიხილე და ზოგადად რაც ამ დღეების განმავლობაში არა მხოლოდ გუშინდელი ღამე ალბათ იყო ერთგვარი ბოლო წვეთი ალბათ, თუმცა რასაც ჟურნალისტების აი ამის იქით რა არის? რა შეიძლება კიდე მოიმოქმედოს არსებულმა რეჟიმმა? სიმართლე გითხრათ ვერა, იმიტომ რომ გონია ყოველთვის ვამბობ, რომ რაღაც გაკვირვების უნარი დავკარგეთ, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ აი ეს გაკვირვების უნარს არ გვაკარგვინებენ და ყოველდღე ახალ თემებს თავაზობენ იმისთვის, რომ რაღაცა მე გუშინ სამწუხაროდ ესეთ მოსაზრებებით წავიკითხე, რომ თითქოს ეს დადგმული იყო და თითქოს ეს ყველაფერი თავად მოიგონეს ჟურნალისტებმა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას, რომ ამის აბსურდულობაზე ალბათ ისიც მეტყველებს, იმიტომ რომ მაშინ პოლიციას უნდა ქონოდა რეაგირება, რაც ვერ დავინახეთ. რეაგირება არ ქონდა, არაფერ მაშინ ამაზე რა პასუხი გვაქვს, ხო? პოლიცია, რომელსაც შეუბრალეს, ასე ვიტყოდი ალბათ სახელი, პოლიცია, რომელიც დამცველად ვეღარ აღვიქვამს მოქალაქეებს, ყოველდღე ტრაგედია ამ მოცემულობაში კიდევ ერთი დამატებითი და მართლა არ ვიცი რა იქნება დღევანდელი ღამე თბილისში რუსთაველის ქუჩაზე. ბატონო, მადლობა ნათია. შეგახსენებთ, რომ ბათუმში ევროპის მოედანზე ჟურნალისტები აპროტესტებენ იმ ძალადობას, იმ სისასტიკეს, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ მედიის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენი კოლეგების მოსაზრება, ისინი თხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რეაგირება მოახდინონ და შეაჩერონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ნუ უშლიან
კრიმინალური დაჯგუფებები მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს. კიდევ შევეცდებით, რომ ჩვენ გაგიზიაროთ სხვა ადამიანების მოსაზრებები, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტია პირდაპირ ეთერში, თუ გაგვიზიარებთ თქვენ მოსაზრებას, რომ რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, რა არის ეს თქვენთვის, რაზე მეტყველებს? სიმართლე გითხრა, ვეღარ ვაფასებ მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან საშნელი კადრები იყო, რაც ნახეთ შინ ეთერის საშუალებით, ხომ? და უკვე ვხედავთ 10 დღეა, რაც ხდება რუსთაველის გამზით. ნებისმიერ ადამიანზე თავდასხმა და ძალადობა არის მიუღებელი და გაუმართლებელი, ამას არა აქვს ახსნა, მეც ვერ ავხსნი. რა შეიძლება იყოს ეს რა სიტყვებით უნდა შეაფასო ის რაც გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ჟურნალისტებს მედიის წარმომადგენლებს როგორ ესხმიან თავს თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა იცის მაყურებელმა თქვენმა და ჩვენც ვიცით ჟურნალისტებმა სხვა შემთხვევებიც ფიქსირდებოდა აქამდე ამ აქციების მიმდინარეობისას წარმოუდგენელი რამაა და შესაბამისი რეაგირება თუ არ მოხდება ეს იქნება წამახალისებელი ამიტომ უნდა შეწყდეს წახალისება მსგავსი ფაქტების იმიტომ რომ თუ იქნება ვინ ახალისებს ამას ხელისუფლება ანუ ძალა რომელსაც ხელისუფლების ვალდებულება არის რომ გამოიწვიოს ეს მიმდინარე ფაქტები, შემთხვევები, რაც მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, გაქვთ იმედი რომ გამოიძიებს ის ხელისუფლება, რომელიც განსულია კონსტიტუციური ჯარჯოდან? თუ დავაკვირდებით წინა ფაქტებს, ჯერჯერობით არ გვინახავს დასჯილი, შესაბამისად მინდა მქონდეს იმედი რომ იქნება შესაბამისი რეაგირება და იქნებიან ჟურნალისტები, ვიქნებით მედიის წარმომადგენლები დაცული, მოქალაქეები პირველ რიგში, მედიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები ვინც მათ ვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ და თუ მოქალაქეებსაც არ ექნებათ შესაბამისი რეაგირება და დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ ისინი დარჩებიან ინფორმაციულ ვაკუუმში ვერაფერს ვერ გაიგებენ ალბათ ამის მიღწევა უნდა ხო არსებულ რეჟიმს რომ მოქალაქეები დატოვოს ინფორმაციულ ვაკუუმში ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ მოქალაქეები თუმცა არსებობს სოციალური ქსელები სადაც ადამიანები აი მათ შორის თქვენც ახლა აჩვენებთ მიმდინარე მოვლენებს და მე მჯერა რომ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქალაქეები არ აღმოჩნდებიან პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენ ჟურნალისტები ვარსებობთ და ყველაფერს დავაკეთებთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს და მეორე იმისთვის რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკა ძალიან აქტიურია და ეხლა საერთოდ სხვა სამყაროში და სხვა საუკუნეში ვართ და შესაბამისად ადამიანები სხვა ქსელებით მაინც მიიღებენ ინფორმაციას იმედი მაქვს რომ ყველა შესაბამისად დაისჯება მადლობა ლიზი ბათუმელების ლაივში ხარ და მინდა რომ თქვენი მოსაზრება გამიზიაროთ. ყოფილი ჟურნალისტი ხართ ხო, რომელიც ახლა საჯარო სამსახურში მუშაობთ და თქვენი გადმოსახედიდან რა სახელი შეიძლება დაარქვათ იმათ, რასაც ვხედავთ საქართველოს ქუჩებში, თბილისში, ბათუმში და ასე შემდეგ. ნელა, მე დაახლოებით 6 წლის განმავლობაში მუშაობდი ჟურნალისტად ბათუმში, საზოგადოებრივ ტელევიზიაში, დამოუკიდებელ ტელევიზიაში. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ იმ პერიოდში, როგორც ჟურნალისტებმა, ზოგადად საზოგადოებამ და მოსახლეობამ. მსგავსი რამ თუ გინახავს, კი, ჩვენ არაერთი ძალადობა გადაგვიტანია, ხო, სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების დროს, მას შორის აბაშიძის ხელისუფლების დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, ხო, გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. და ნაწილობრივ გამომიცდია იმ პერიოდში მუშაობის დროს, მაგრამ გუშინვე რომ ნახე, ცოტა გვიან ნახე ეს კადრები, მყავდა ავადი და ჩემთვის შოკი იყო. მე ისეთი განცდა დამრჩა, რომ არავინ არ ვართ რაღაცა დაცული და ამიტომ დღეს მე ჩემი კოლეგების, ვფიქრობ ჩემი კოლეგები არიან, ესენი ვის მხარდასაჭერად გამოვედი და მინდა რომ ძალიან მალე დასრულდეს ეს პროცესი. საჯარო სამსახურში რა ხართ? მინდა რომ თქვენი მოსაზრება მოვისმინო იმ ადამიანების მაინც მისამართით, ვინ ჯერ კიდევ დუმს და არ გამოხატავს არანაირ არც სოლიდარობას, არც სიტყვიერს, არც ქუჩაში დგომით. რა შეგიძლია უთხრათ მათ? ბევრი ამბობს, რომ დღეს გაჩუმება არის დანაშაულში თანამონაწილეობა. თქვენ თუ ფიქრობთ ასე რა? არ დავიწყებ არავისთვის მოწოდებას, ყველას გააჩნია თავისი აზრი, თავისი დამოკიდებულება და თვითონ გადაწყვეტენ სხვა საჯარო მოხელეებიც რა პრინციპით და როგორ დააფიქსირებენ თავიანთ აზრს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ლიზი. ჩვენ კიდევ შევეცდებით, რომ აქ არიან ჟურნალისტების გარდა პოლიტიკოსებიც, საზოგადოების წარმომადგენლები
და შევეცდებით რომ მათი მოსაზრებაც მოგასმენინოთ. გამარჯობათ, მე ბათუმელების ლაივში ხართ და რო გვითხრათ რომ რატომ გამოხვედით აქ, რა არის ის მიზეზი, რის გამოც დგახართ აქ. რა შეგიძლიათ უთხრათ, რა ვიცი, ხელისუფლებას არსებულ ხელისუფლებას, რომელიც მართალია ანტიკონსტიტუციურია და მას არ აქვს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან დობა გამოცხადებული, მაგრამ ის ძალაუფლების მქონეა დღეს და პრინციპში ის ძალადობა და სისასტიკე, რაც ხდება, ხო, საქართველოში, არის მათი პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენ თუ ფიქრობთ იგივეს? მართალია საინფორმაციო მიმართულებით არ ვმუშაობ, მაგრამ უკვე 4 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ. რომელ მედიაში ხართ? რადიო აჭარა, საზოგადოებრივ მოუწყებლის რადიო აჭარა. იცით, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რას ვთვლით ხელისუფლებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რას ვფიქრობთ. ამბობს, რომ ლეგიტიმაცია აქვს, მაგრამ საშინელება არა, ხო, თვითონ არებია, არც საერთაშორისო თვითონ ამბობს, ხომ ამბობს, მაგრამ ამის ფარგლებში რამდენად იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე აშავებს, რომელი მხარე სწოდავს, რომელი მხარე არის მოძალადე. რომელი მხარე არის მოძალადე? არ აქვს მაგას მნიშვნელობა, თვითონ როგორადაც ფიქრობს, რომ აი მეორე მხარეა მოძალადე, პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში, ყველა სიტუაციაში, ყოველ დროს, მომავალშიც უნდა ჰქონდეს მას. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არის დღეს მოძალადე? მოძალადე ვინ არის? მართალია ახლა კონკრეტულად სახეებით არ ვიცნობ არც ერთს, მაგრამ რაც ხდება თბილისის ქუჩებში და რაც ხდება იმ 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში, რასაც ვისმენთ, რაც არ ვიცი ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცა სახში ზის, ვერ გამოდის, დაშვება. მე არავის არ განვიკითხავ, შეიძლება მეც ვერ ვიდგე ყოველდღიურად აქ აქციაზე, მაგრამ შეიძლება ამას გუგრილად უყურებდეს, ვინ არის მოძალადე? ვინ ძალადო? ყველა ის, ვინც არ ჩადის შესაბამის ქმედებებს, არ ახორციელებს ამის აღსაკვეთად. ყველა მონაწილეა პრინციპში ისიც მოძალადობისია და პასუხისმგებელი ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. აქ ხედავთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მოგესალმებით. ბათუმელების ლაივში ხართ, შეგიძლიათ რომ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ. აი იმ სისასტიკეზე, რასაც ხედავთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ რომ ვიტყრათ? აუტანელია რა. აუტანელია და მე არ ვიცი ამას, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა. ვინც ამას არ იჯერებს და აგერ ხოლმე კითხულობრივ ყოს, ადამიანი წერს რომ ამისი არ ჯერა რომ ჟურნალისტებს თავს დაესწრა. ვინც ამას არ იჯერებს? პირდაპირ ეთერში ხდება ეს ყველაფერი. ვინც ამას არ იჯერებს? როდესაც თორალი რუსი ჯარისკაცები თქვენთან სახში მოვლენ, ქალებს რომ იძალადებენ მამაკაცების წინაშე. მამაკაცებს ყველას, ბაბუიდან შვილიშვილამდე რომ მოსკოვში წაიყვანენ უკრაინაში სასიკვდილოდ, აი მაშინ დაიჯერებ. მაშინ ხო დაიჯერებ. კარგად მზადდებოდა. ძალიან დიდი მადლობა, რეჟისორი იყო ჩვენთან პირდაპირ ჩართვაში ახლა, რომელმაც გაგვიზიარა თავისი მოსაზრება და გითხრა რომ მათ ვისაც ჯერ კიდევ არ ჯერათ იმ სისასტიკის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ალბათ მაშინ დაიჯერებენ, როდესაც ეს მოძალადეები მათ კარებზე დააკაკუნებენ. ბათუმელების ლაივში ხართ, თუ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, რა სახელი შეიძლება დავარქვათ იმას, რასაც ხედავთ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ეთერში, ხო? როგორც ძალადობენ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, სახის არეში ურტყამენ, ჰოსპიტალიზირებული არიან, ხო, ჩვენი კოლეგები. რა არის ეს? იერიში ხდება ფაქტობრივად შეწყვიტე მედიაზე თავდასხმა, ნუ ეს არის თქვენი სლოგანი, მაგრამ მაინც გვინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. გუში რაც ვიხილეთ კადრებში ტელეეთერებიდან, ეს იყო მიზანმიმართული დიოგნოზ ჟურნალისტებზე, მედიის წარმომადგენლებზე, რადგან ეს არის ზუსტად ახალისებული ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, შავრაზველები, რომლებიც დააძლებდნენ მედიის წარმომადგენლებს ქუჩებში. რა თქმა უნდა, რა არ უნახავს ქართულ მედიას, მაგრამ ეს იყო უკვე რაღაცა წითელი ხაზი
რომლის იქითაც მგონია რომ ნორმალურმა ადეკვატურმა ადამიანმა არ უნდა შეაფასოს ამის იქეთ არის პრინციპში მკვლელობა უკვე ხო პირდაპირ ეთერში ფაქტობრივად სხვა აღარაფერი აღარ დარჩა არსებულ რეჟიმს დიახ ეს ზუსტად ესე არის ანუ ამდენი ხანი გავიდა ხო რამდენი ჟურნალისტი დაშავდა უკვე ამ აქციებზე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა და შესაბამისი ანუ ეს სწრაფი მყისიერი გამოძიების შედეგები არ ვინახია და დღემდე თითქოს და ისე არის ეს საკითხები მოცული რომ არ ხდება შესაბამისი რეაგირება მედიის წარმომადგენლები რომლებიც დღეს ევროპის მოედანზე დგავართ სოლიდარობას უცხადებ ჩვენს კოლეგებს რომლებიც დაშავდნენ ფიზიკურად აქციების დროს მართლა მინდა ის თქვა რომ რაღაცნაირად მედია იქცა სამიზნე ჯგუფად და ეს არის ზუსტად მიზანმიმართული ქმედება, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ჟურნალისტებმა გააშუქონ რეალობა, არ უნდათ რომ ოპერატორებმა გადაიღონ ის კადრები, რაც იხილეთ ძალადობის უმძიმესი კადრები და მგონია რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში მეტნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოშიც მსგავსი ქმედება არის დაუშვებელი და ომშიც კი მედია არის ხელშეუხებელი და ნუ ჩვენ რაც ვიხილეთ თბილისში და ფუშინ ტv პირველის ჟურნალისტზე და ოპერატორზე ძალადობა ეს იყო ნამდვილად მიუღებელი და რა თქმა უნდა ვგმობდა ისტორიის ჩემი სლოგანია შეწყდეს მედიაზე თავდასხმა. გაქვს მოლოდინი რომ ეს შეწყდება ამ ხელისუფლების პირობებში? ძალიან ბევრი ამბავი გვახსოვს, როდესაც მედიას თავს დაესხნენ, მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა მედია ორგანიზაციების, თუმცა ეს საკითხები ან გაწყებულია გამოძიება, მაგრამ არ არის დასრულებული, ან საერთოდ არის გამოძიებული, ასე რომ სწორედ იმიტომ ვდგავართ ჩვენ აქ, რომ სოლიდარობას უცხადეთ ჩვენ კოლეგებს და ვითხოვთ დროულ მყისიერ გამოძიებას და გონია რომ დროა უკვე რა, ამაზე ვიფიქრობ, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და მან მისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომ გადაიღოს და აუდიტორიას აჩვენოს თავისი რეალური სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, დათო, ბათუმელების ლაივში ხარ და იქნებ გაგვიზიარო თქვენი მოსაზრება. აი იმ სისასტიკეებთან დაკავშირებით, რასაც ხედავთ ამ დღეების განმავლობაში. რამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? დღეს მე მგონი აქ ვინ შევიკრიბეთ ჟურნალისტები, მოქალაქეები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველანი ერთსლოვნები ვართ იმით, რომ ეს არის უკვე ბოლო წვეთი იმისა, რაც ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გააკეთა. ეს ძალადობა რაც თქვენს კოლეგა ჟურნალისტებზე თან მე მინდა მივაქცევ თქვენი ყურადღება ისეთ ჟურნალისტებზე ვინც ნებისმიერი ხელისუფლების დროს უკომპრომისოდ აშუქებდა ახალ ამბებს ანუ ბათუმელები ნეტგაზეთი ტელევიზიები ონლაინ მედია ეს იყო ეს გამოცემები რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც ისეთი წნეხის დროს მუშაობდნენ და არც ამ ხელისუფლების დროს დათმეს პოზიციები და აშუქებდნენ ამბებს ობიექტურად თუმცა აღმოჩნდა რომ ეს რა თქმა უნდა პრობლემაა ისეთი ავტოკრატიული ხელისუფლების რომელიც არის ქართული ოცნება და მათ გადაწყვიტეს თუ კი ესე კანონებით არ იყო მხოლოდ საკმარისი ხო რუსული კანონით და რაღაცა კანონებით ცვლილებებით შემზღუდავი კანონებით გადაწყვიტეს რომ თუ მხოლოდ ასე ვერ გააჩერებდნენ გადავიდნენ იქ სადაც ყველა სასოწარკვეთილი ხელისუფლება გადადის პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაზე და თან როგორ უკნიდან მოპარვაზე და უკნიდან ადამიანების დასახისრებაზე ეს არის ლანჩული შიხში შესული ავტოკრატიული არალეგიტიმური ხელისუფლების ხელწერა და ერთადერთი გამოსავალი არის აქედან ადამიანები არჩევნები და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება ვინც არის პოლიტიკატიმარი ყველა იმ ჟურნალისტზე თავდასხმელი პირების გასამართლება ადამიანელ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს ეს უნდა მოხდეს ადრე თუ გვიან რაც უფრო ადრე მოხდება უკეთესია ყველასთვის მათ შორის ქართული ოცნებისთვის და რაც უფრო გვიან მოხდება ეს მით უფრო ჩამოიშლება ეს ინსტიტუტები და მით უფრო ძნელი იქნება ამ ყველაფრის აღდგენა ეს არის დღეს მთავარი საქმე რომ ჩვენ არც ერთი ჟურნალისტის დამსახიჩრებელს და არც ერთი ჟურნალისტის წამებელს არც ინდივიდუალურ და არც ინსტიტუციურ დონეზე არ ვაპატიებთ ამას და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გასამართლება არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხვალ თუ ორ კვირაში იმიტომ რომ ძალიან მალე მოვა ეს ძალიან დიდი მადლობა დათო შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებაც რომ გაგვიზიაროთ ბათუმელების ლაივში ხართ რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ ყველაფერთან დაკავშირებით ხო რასაც ვხედავთ მთელი 10 დღის განმავლობაში დევნას ცემატყეპას ასე რომ ვთქვა ძალადობას როგორც ჟურნალისტებზე ასევე საქართველოს მოქალაქეებზე რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იცავენ ევროპულ მომავალს და ამბობენ რომ არც დათმობენ ამ თავიანთ მომავალს მობის რაც ხდება სამართლიანო ამბები
ვინც უტევს მედიას, აგებს. ერთადროულად. ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სამართლიანი ამბებია. ვგმობ და მოვითხოვ სასწრაფო ზომების მიღებას. არ შეიძლება ნებისმიერი ძალადობის, ნებისმიერი სისასტიკის ენის გამოხატვის რასაც აკეთებს ხელისუფლება, წუხვარ და მიმაჩნია, რომ ყველაზე რეალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის სიტუაციის ჯანსაღად მოაზროვნება, ანალიზის ჩატარება, გადადგომა, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და ქვეყნის დაბრუნება რეალურ დემოკრატიულ ევროპულ გზაზე. ალტერნატივა ამის არ არსებობს. ამ ზომი ჩართულია, რამდენ ხანს გასტანს ეს გარკვეულობა, არ ვიცი, მაგრამ ზღაპრის ბოლო კეთილია, ჩვენი გზა ერთია, ღირსებით ევროპისკენ. ახალ თაობას, დიდი მადლობა. გადასარევი თაობა მოდის. დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის. ვინც ბათუმელების ლაივს ეხლა შემოუერთდით, შეგახსენებთ, რომ აი ამ წუთებში ბათუმში ევროპის მოედანზე მიმდინარეობს ჟურნალისტების საპროტესტო აქცია, რომლებიც მოუწოდებენ არსებულ რეჟიმს და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმები, ზეწოლა, ცემა, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ პირდაპირ ეთერებში. და მისცენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს შესაძლებლობა თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო მსვლელობები, აქციები საქართველოში განახლდა 28 ნოემბრიდან, როდესაც ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ მოლაპარაკებების შეჩერებას ევროინტეგრაციის თემაზე ევროკავშირთან და ამან გამოიწვია საპროტესტო მსვლელობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს არის ევროინტეგრაციის დაზიანებისა და საქართველოს რუსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯი არსებული რეჟიმის მიერ. საპროტესტო აქციები თითქმის ყველა ქალაქში იმართება, უწყვეტად იმართება თითქმის ბათუმსა და თბილისში და ვხედავთ, რომ ხელისუფლება, რომელსაც მიტაცებული აქვს დღეს ფაქტობრივად ყველა ინსტიტუცია, ძალადობს და სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. მძიმედ ნაცემი, დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები არიან ძალიან მძიმედ დაშავებული, ჰოსპიტალიზირებულია რამდენიმე მათგანი და ასევე როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც დაშავდნენ ნიღბიანი კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, თუ როგორ სასტიკად უსწორდება აქციის ყველა მონაწილეს, განურჩევლად სქესის, ასაკისა არსებული რეჟიმი და ცდილობს ჩაახშოს ის საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და მოქალაქეები განეიტრალოს, ასე რომ ვთქვათ, და ყველა ზომას ღებულობს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს საპროტესტო მუხტი, რომელიც მათმა განცხადებებმა და პოლიტიკამ გამოიწვია. საპროტესტო აქციები ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება, ბათუმშიც გრძელდება, დღესაც არის დაგეგმილი საპროტესტო აქცია აქ ევროპის მოედანზე და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმართება ხშირად და აჭარის მთავრობის შენობის წინ და დღესაც შეუძლია მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ ამ აქციას, რომელიც ფაქტობრივად ყოველდღე იმართება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ დღეს ჟურნალისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია და მოუწოდეს ხელისუფლებას, მოუწოდეს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეაჩერონ ჟურნალისტებზე ძალადობა, რადგან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ნადირობენ ჟურნალისტებზე ნიღბიანი დაჯგუფებები და არ აძლევენ შესაძლებლობას მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის. ფაქტობრივად საპროტესტო აქცია
დაიშალა, ადამიანები აქ არიან შეკრებილი. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში თვალსადევნებდით ჩვენს პირდაპირ ჩართვას. თქვენ შეგიძლიათ განახლებული ინფორმაცია მიიღოთ ბათუმელების ვებგვერდიდან, Facebook გვერდიდან და ასევე YouTube არხიდან და ჩვენი გამოცემიდან მიიღოთ უახლესი ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დარჩით ჩვენს არხზე. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.